მინდა ერთი განცხადება და თხოვნა გაგიზიაროთ. ჩვენს მეგობარს, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრს, პროფესორ თემურ მაისურაძეს უმძიმესი დიაგნოზი სიმსივნე დაუდგინდა. ის ახლა გერმანიაში იმყოფება, სადაც გადის აუცილებელ გადაუდებელ მკურნალობას. გთხოვთ გავერთიანდეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისი ანგარიშის ნომრებია: საქართველოს ბანკი J 55 BG 00000001 62 69 72 51. TBC ბანკი J 52 TB 76 85 24 50 66 30 0001. წინასწარ გიხდით მადლობას. გამარჯობათ, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი. მოგესალმებით ქალბატონ ბაია, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დავიწყოთ საქართველოსდან ჩვენი საუბარი. საქართველოს ამბებს მივაქციოთ თავდაპირველად ყურადღება. ხვალ 15 თებერვალს ოპოზიციამ დაანონსა უпростоრად ამ რადიკალურმა ფრთამ, რომელიც აგრძელებს პერმანენტულ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარში, ეგრეთ წოდებული და როგორც თავად ამბობენ, რათა ვარი უთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დაუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობაო. ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ახლა დიდი რელიგიურობით ესენი არ გამოირჩევიან და არც კანონიკა ესმით, მაგრამ ხვალ არის დიდი დღესასწაული მირქმა, რომელიც სწორედ აი დიდი მარხვის პერიოდში, მარხვის წინ ჯერ კიდე როდესაც იერუსალიმში მიიყვანეს პატარა მაცხოვარი, ეს ასაკოვანი კაცი სიმეონი, რომელსაც არ ჯეროდა, მიეგება ჩვილს და ჩაიკრა ის გულში და განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს მე-6 საუკუნიდან, რაც ანტიოქიაში და ბიზანტიაში იყო კატაკლიზმები, როგორც თქვა მიწისძვრები, ასევე პოლიტიკური კატაკლიზმები და სწორედ ეს გახდა საბაბი, რომ უფრო აქტიურად გადაწყვიტეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა და ითვლება დიდ დღესასწაულად. და ამ პერიოდში აი ამ ოპოზიციის მიერ ამ მარშის გამართვა, ახლა მე ვერ გამსჯი ამას ეს მკრეხელობა თუ არა, მაგრამ მირქმის დღესასწაულზე ამ აქციის გამართვა რამდენად სწორად მიგაჩნიათ, აი შეფასება იქნება საინტერესო. დავით, ახლა ამათ ისეთივე რაღაცა კავშირი აქვს რელიგიასთან, რწმენასთან. გაგანია მარხვის დროს და გიორგოვაზე გადაკეტეს ღმერთთა მოედანი. ამათ საერთოდ არ აინტერესებს. ისე დღევანდელი დღე უფრო შესაფერისი იყო ვალენტინობა დღეს, რომ ამათ ეს ამბავი დაეგეგმა, თუმცა ერთი მომენტი რომ ახლა მაშინ რომ გადაკეტეს იქ გზა ცენტრალური მთელი ამბავი რო ქონდათ მოწყობილი, უკვე კანონი არის და ხალხი ითხოვდა ამას, ხო, რომ არ შეიძლება გაუთავებლად გადაკეტილი იყოს მთელი ცენტრალური მაგისტრალები და ესენი ბოლო-ბოლო აი ვისი სული გსურს მაშინ დგებიან, უკვე რომ აღარ ყოფნით, ისა ასე გაიშლებიან და ოღონდ ქუჩა გადაკეტონ. ხო და ბუნებრივია რომ როცა ქუჩა გადაკეტილია და ისმოდა ოპოზიციური ტელევიზიიდან, რომ აი ხელისუფლების ისინი აქვია სამართალდამცავები არ აძლევენ გადაკეტვის უფლებას და უკანონოდ აპატიმრებენ, როცა კანონი გეუბნება რომ არ შეიძლება, შენ მაინც აკეთებ, ეს უკანონობაა, როცა დაგაკავებენ. საერთოდ იცით რა არის?
მე არა ვარ არანაირი სადამსჯელო ოპერაციების და იმის მომხრე, მაგრამ კანონები უნდა გამკაცრდეს ქვეყანაში. ესე არ შეიძლება, იცით? აი იგივე ხა არც იმის ისავარო დაუშვათ სიკვდილი დასჯა აღდგეს, მაგრამ როდესაც ეს მომენტი იყო ადრე, ხო, რომ დაუშვათ ადამიანი ვიღაცას რომ მოკლავდა, გამიზნულობაზეა საუბარი, ხო? იმან იცოდა რომ ის შეიძლება დაეხვრიტათ. ნუ სამუდამო პატიმრობა მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ როცა იცის ადამიანმა რომ არ ისჯება და უკვე ისეთი მორალი დადგა ამ დემოკრატიის ეგრეთ წოდებული იმის საფაროქოს ჩვენ რომ სწავლობდით რომ აკლემის და ნემსის ქურდია და დღეს რომ იმის 48 მილიონის და კიდევ უფრო მეტის ბიუჯეტიდან მომპარავი ქურდია და ფუნთოშას რომ ბავში მოიპარავს ისიც აი აქ უკვე რაღაცა ძალიან შეუსაბამობაა იცი და საერთოდ ცოტა ისეთი სიმკაცრე სახელმწიფოს მართებს იმიტომ რომ სახელმწიფო ყოველთვის არის რაღაცა კანონის ჩარჩოებში მოქცევის ინსტრუმენტი ძალადობით ადამიანი თუ მიუშვი ბუნება ისეთი აქვს რომ ყველაფერს გააკეთებს თუ კანონმა არ დაარეგულირა და ამიტომ აი ხა სულ გასულია ამ რაღაცა გამოხატვის უფლების იმითი საერთოდ გავიდნენ რა ქვია მომსახურებების არიდან ესე რომ ვთქვა და მთელი ისინი სტრუქტურები გვაქვს ჩვენ ჩამოსაყალიბებელი მართალია ეხლა ვართ განსაკუთრებულად აი მთელი მსოფლიო გვებრძვის ესე რომ ვთქვა რა ამ ეტაპზე 30 წელი ჩვენ ფაქტიურად ერთი ხელისუფლება იყო მეორე მე მესამე რა ქვია საერთოდ აურიეს ხო აქ ჩვენ ამოსუნთქვის საშუალება ამ ქვეყანას არ ქონდა ყველა მოდიოდა და შიგნავდა ამ ქვეყანას დაწყებული ჯერ კიდე გორბაჩოვის და შევარდნაძის დროიდან რომ დაიწყო ეს პრივატიზაციის ის ხო ძალიან ბევრმა მაშინ იხეირა იქ რაღაცა ისინი იყო რა ქვია დაარიგეს აქციები რაღაცები მე ეს აქციები კაპიკებში შეისყიდეს ხალხისგან ხო და ძალიან ბევრი ადამიანი გამდიდრდა და ის გამდიდრებულები დღესაც რო გამდიდრებულებიან აი ოპოზიციის აქციაზე იდგა და იყო კატეგორია ხალხის ვინც ვერ იკადრა ნუ მე ხა კონკრეტულად შემოჯახზე ვიძახი რომ ეს არ შეიძლება ხო ნამოსი როცა გაქვს არის რაღაცა რასაც ვერ მოაწერ ხელს და არ გააკეთებ და მე უკვე ნაციონალები რომ მოვიდნენ ფაქტიურად აი როგორც ბოლშევიკების დროს იყო გრაბლენა ხო ამათმა დაიწყეს უკვე იმადზე წაგლეჯვა ყველაფრის მერე და მე მივესალმები იმ კომისიის შექმნას და იმედი მაქვს, იმიტომ რომ ქალბატონ თეატრულუკიანის პრინციპულობის იმედი მაქვს, რომ აქ შედგება ქართული ნიურნბერგის პროცესი. იმიტომ რომ ეს რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა აქ იმ წლების განმავლობაში, ეს იყო სუფთა გენოციდი, ხო გენოციდი რა არის, რატო ფორმულირდა ეს ყველაფერი მაშინ ხო რომ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით რაღაცა მისდევნა ხო თი რელიგიური ნიშნით არ დაგვაკლეს იმიტომ რომ ხანჯრები მოთხარეს ეკლესიები დაანგრიეს ხო მაქსიმალურად იჩაგრებოდა მართლმადიდებელი და ეთნიკური ნიშნითაც აბა სანდრო გირგვლიანი ვაზაგაშვილი რობაქიძე ისა რა ქვია გამცემლიძე და გარჩეული ნაწილი ახალგაზრდებისა უდანაშაულო გენოფონდი დახოცეს იქ სანდრა დადიოდა და სასახლის საშუალებებს არიგებდა მეტიც რა ქვია ხა გაძის კამერებში არ ჩაუყრიათ ხალხი მაგრამ ორგანოებს აჭრიდნენ ყველა მიცის ეს ამიტომ ესენი უნდა მართლა გასამართლდნენ ისე რომ ერთხელ და სამუდამოდ არავინ ხვირი აღარ წამოყოს ამ ქვეყანაში ესე და უამრავი ფაქტები არსებობს თუნდაც იგივე ხა მე გზაში ვიხსენებდი ლევან ბერძენიშვილი რო იყო საჯაროს დირექტორი ჩემი მეზობელი მუშაობდა იქ და ის ყვებოდა რომ გაყიდა თუჯის სავენტილაციო სისტემა წიგნები გაკეთებული კომუნისტების დროს. ნუ იქ რო გრანტებს არიგებდა და 25000 იღებდა თითო გრანტის იქიდან დაიწყო ყველაფერი. ნუ მე უკვე ნელ-ნელა ეს მოждენ საცაცები გაუშვეს და დღეს ფაქტიურად მე დავარქმევდი ამას ელიტარულ საერთაშორისო შპიონაჟს, რაც ხდება, ხო? იქაც ევროპაშიც. ხო, ისინიც გარკვეული ვიღაცების, რაღაცა ძალების, ისინი არიან ჯაშუშები და შპიონები და ისინი უკვე მართავენ აქ და ეხა აქაც და იქაც არის კუდის მოქნევის აგონია. კი, ну, ჩანს ნამდვილად ასე დაგეთანხმებით. მე პირადად მაქვს კითხვა ზუსტად ამ პროცესთან. ხლა ჩვენ რადგან საქართველოს დავიწყეთ საუბარი ასევე უნდა ვთქვათ აი იმ რეზოლუციის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იქ 400-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ, ну, უბრალოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიღებული რეზოლუცია, სადაც იმაზეც არის საუბარი, რომ არ ცნობენ ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად და
ასევე პრეზიდენტად მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის ძნეს. ახლა ეს ქალბატონი გაემგზავრა იქ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და თქვენ ახსენეთ ეს აგენტურა. და თავად ის როგორც იქცევა ახლა ბრიუსელი და ევროპარლამენტი და თავად ევროკავშირი, გარდა უნგრეთისა, რა თქმა უნდა და სლოვაკეთისა. აქ ბუნებრივად ჩდება კითხვა. იმ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდება უკრაინის ომთან მიმართებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. და ნუ რასაკვირველია საქართველოს მიმართ, აქ ჩდება კითხვა. ევროპელებს აკლიათ ინფორმირებულობა, არასწორად აწვდიან მათი დიპლომატიური ების ჩვენთან გამოგზავნა, რომლებიც კიდე ჭკუას გვარიგებენ. გულისხმობ ჩინოს ანამ გეიებს. ხო, აი ეს კითხვა მე მიჩდება პირადად, რომ ამ ორიდან რა არის უფრო მეტი ჭეშმარიტება. ხო და აი ნიურნბერგის პროცესი ახსენეთ თქვენ. ამ რეზოლუციაში ასევე საუბარია, რომ დაუყოვნებლივ მიეცეთ ევროპარლამენტარებს ვდომა სააკაშვილთან და ასევე იქნას ის აუცილებლად დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და სადმე რომელიმე დასავლეთის ქვეყანაში გაამგზავრონ, რათა განაგრძოს კურნალობა. ჰავა მოუხდება ძალიან ალბათ. მალდივების ალბათ. არა, საერთოდ ეს ვივამედი დამნაშავეების ის გახდა თავშესაფარი, ჯერ ციხეში რო არ არის, მე მგონი გადასარევად იცია. საერთოდ მაგათ ბოდიში აქვს ჯერ მოსახდელი იმაზე, რასაც ამდენი ხანი იტყვებოდა, რომ სააკაშვილი ხვდება, სააკაშვილი იხრწნება, დემენცია აქვს. 36 დაავადება. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ეს უკვე მე ვთვლი, რომ საერთოდ ყურადსაღები არ არის. იმიტომ რომ ამათ იმის გარდა, რომ იმათაც ვიღაცებისგან ფული აქვს აღებული და ეს ფული უნდა გამოაჩინო რაღაცაში. პლუს აი დარწმუნებული ვარ მე პირადად, რომ მათზეც არის კომპრომატები, როგორც აქ ქონდათ ამათ, ხო ეს კასრებში. ეს ამათი მოფიქრებული არ არის ეს კომპრომატების, რა ქვია, პრაქტიკა, ეს იქედან მოდის. და ეს ყველაფერი არის იმის მართვის ბერკეტი, რომ თუ რაღაცა ჯერ აი იმის რა ქვია ურსულას ქმრის ამბავზე, ხო, რომ იქ რამხელა ფული აქვს. ხო, ყველას რაღაცაში არიან გასურელები და ყველა გამოჭერილი ყავთ. ამიტომ ისინი რომ გამოჭერილი ყავთ, იმათ ესენი ყავთ გამოჭერილი. თავის დროზე მამა ჩემმა თქვა და ვეთანხმები სავსებით, რომ ესენი დანაშაულით არიან ერთმანეთთან გაერთიანებული და გადაბმულები, რომ ყველას რაღაცა ის რაღაცა დროს, ხო? ის იმასთან, ეს ამასთან. ხო და ეხა მე ძალიან მინდა, რომ ყველა სფეროში პირველ რიგში სულ ვიძახი ყველა გადაცემაში თქვენს ის განათლება. იმიტომ რომ ხო არის გერმანულ-პრუსიული მოდელი, რითიც ადრე ჩვენ ვსწავლობდით. ხო ევროპულია ეს გერმანულ-პრუსიული, რატო არ შეიძლება რომ აღვადგინოთ ის? მივხედოთ ამ სოფლის მეურნეობა სპეკულანტებით როა სავსე რომ გლეხმა გააკეთოს რაღაცა, ნუ შემოვა ეს რაღაცა უხარისხო ევროპული პროდუქტი აქვს, რომელიც არ ვარგა მესამე კატეგორიის ქვეყნებისთვის არის. მარტო სოფლის მეურნეობის კი არა, ნებისმიერი რაც კომპიუტერი რო კომპიუტერი ის რო შემოდის, ისეთი მეორადია, რომ მეორე წუთში გიფუჭდება და ტელეფონით სულ ყველაფერი. ეს გამიზნულად არის ესე, რომ შენთვის და შენაირი ქვეყნებისთვის ცალკე კეთდება და ცალკე უშვებენ ამას. ყველა დამეთანხმება, ვინც ნამყოფია საზოგადოება და უყიდია იქაც და იმავე სახელწოდების რაღაცა პროდუქცია აქაც. სულ სხვადასხვა რაღაცაა. და ამიტომ ჩვენი რო ვაწარმოო და ეხა სიტყვას მოყვა და ძალიან ესეთი კმაყოფილება მინდა გამოვხატო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მიულოცა ლუკაშენკოს, რომელსაც ფეხზე ყავს დაყენებული თავისი ქვეყანა, ზუსტად თვითწარმოებით და ქარხნებით და სოფლის მეურნეობის პროდუქტით თავიანთ პროდუქტს მოიხმარენ. არ ჭირდებათ იმათის. რამდენიც არ უნდა ბაცკა და
ესაძახონ, ხო, ეს კაცი თავის ქვეყანაზე ფიქრობს, მეურნეა ეს კაცი. თვითონაც შრომელია, თვითონაც ისეთია, მებრძოლიც არის და არც ფიზიკური შრომა, ეს უნდა იყოს. და ჩვენ რო ვიძახით, რომ ჩვენ სუვერენიტეტი არის თვითყოფადობა. ეხლა რო უსმენ რომ გამოდიანეს დეპუტატები, პარლამენტარები, რა ქვია და საუბრობენ, ხო ეხლა ენა არაკლია და ლაპარაკი გალექსილებერე, მაგრამ რო გამოდიხარ და სპიჩი მელაპარაკები, ენა არ არის სუვერენიტეტი და იდენტობა? რატო არ შეიძლება თქვა ქართულად ეს, რომ საუბარი ან მეტყველება, ხო? რატო? შოპინგი ვაჭრობა თქვი, ხო და რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ნუ რა აშინებენ ამეთი რა, ვინც დადიოდა. მე როდის ვიყავი ბოლოს უკვე აღარც მახსოვს და არც ამაქვს სურვილი მართალი გითხრათ იქ წასვლის. ვინც დადიოდა ის ისედაც ივლის და ასედაც ივლის. და ამიტომ ეხა ის რომ ეხა ესენი ვიზა ლიბერალიზაციას გააუქმებენ, ამ მზღაპრებით ნუ რა თვითონ უფრო ჭირდებათ ეს, ვიდრე ჩვენ ამ შემთხვევაში. ასე რომ არ არის ეს ჩემთვის მაგალითად კატასტროფა სულ არ არის. ხო, ევროკავშირთან მიმართებით ახლა თქვენ საუბრობდით, გისმენდით სწორედ ამ სოფლის მეურნეობის თემასაც შეეხეთ და გლეხის ვთქვათ მუშაობაზე აქვს საუბარი, რომელიც ფაქტობრივად უსაქმოდ არის ახლა უმუშევრად და ტრამპია ვიცით ახლა მოაწერა მორიგ ბრძანებულებას ხელი და აწესა ეს საბაჟო გადასახადები ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც შეზღუდავს ამერიკულ საქონელს თავიანთ ბაზარზე. ევროკავშირთან მიმართებით თქვა ეს და დავიმახსოვრე, ასე ვთქვათ, რომ შევხედე. უსამართლოდ მკაცრია ევროკავშირის ბაზარი. რაც შეეხება სხვა მესამე ქვეყნებიდან პროდუქციის შესვლას. ზუსტად ამ ტენდენციას მე ვაკვირდებოდი, როდესაც ხო დახუნძლეს ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაღაც ერთი პერიოდი იყო ამ პროექტებით, რომ აი თქვათ გრანტები, ტრანშები, რაღაც განვითარებაზე, თქვათ სამაციურე მეურნეობების მოწყობაზე და ასე შემდეგ, მთელი ნუსხა იყო სანერგე მეურნეობები და ასე შემდეგ, მაგრამ რო დაფიქრდე, ჩვენი პროდუქცია ვერ შედის ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც მართლაც დიდი ბაზარია. 500 მილიონიანი ბაზარია ევროკავშირის ბაზარი. და მიზანმიმართულად არ უშვებენ. ერთადერთი რაც მათ ჭირდებოდათ რაღაც გააკეთეს ეს სასათბურე მეურნეობები ან ლურჯი მოცვის. ისიც ვიღაცების ხელშია, არ ვიცი. საკმაოდ ძვირია ეს პროდუქტი და პრობლემური არის ქართულ აგრარულ სექტორს და პროდუქტს ან ბოსტნეული იქნებოდა თუ ეს ხილი იქნებოდა არ ჭირდება ეს ხელოვნური ფილტრები რომელიც მოიგონეს იქ ევროკავშირში სხვადასხვა ახალი სტანდარტებით ნუმერაციით რო ეს ამ ქიმიკატით თუ არ იქნება შეწამლული რომელიც მაინც და მაინც ევროკავშირში უნდა იყიდო ორჯერ მეტი ფასით და არა იგივე რუსეთში რომლისგანაც თავად ასევე ევროკავშირი ყიდულობს და არა მარტო ევროკავშირი არამედ ამერიკის შეერთებული შტატები ყიდულობს და რუსეთი აი სწორედ ახლა ის რეგიონები უკრაინაში რომელიც რუსეთმა უკვე თავის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარა იქ არის აი საბადოები სწორედ აი ქიმიკატების და ასე შემდეგ და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვაწუწუნებდნენ მათ რომ სიკეთე ნდომებოდათ საქართველოსთვის უკვე დიდი ხნის იქნებოდა ახალი ენერგები ჩაყრილი, მოსავლის აღება იქნებოდა უფრო ინტენსიური და რაც თქვენ ახსენეთ ბელორუსის მაგალითზე. იქ გეოგრაფიულად მეტად უფრო კონტინენტური ჰავა, უფრო მეტად ცივა და არა აქვს ასეთი შესაძლებლობები. და ეს ლუკაშენკო თავად ბელორუსის პრეზიდენტი თავჩაღუნული იჯდა ერთხელ თავის 6 მეასედზე და კარტოფილს თოხნიდა. არ ჭირდება პირიქით. ეს ყველაფერი თავიანთი პროდუქციის შემოსატანად ჭირდება და უკვე მიაჩვიეს გლეხი რომ ის ქიმიკა იმ ქიმიკატით შეწამლოს, ხო? ან დაუშვათ R&D-ით იღებენ უცხოელები, თურქები ისინი შემოდიან რაღაცა პატარა ნაწილს თავისივე მიწიდან აძლევენ დაუშვათ ქართველს და იქ ოღონდ იმას სხვა რაღაცას თესავს ის და კარგ და ხარისხიან და არაგენ მოდიფიცირებულ პროდუქტს თვითონ თესავს და თვითონ ყიდის მერე. რამდენჯერ იყო ნათქვამი რომ აქედან გააქვს ჯავახეთიდან კარტოფილი და თურქული შემოდის აქა. ეს უნდა დარეგულირდეს. სამედიცინო სფერო არის დასარეგულირებელი. არ შეიძლება ოპერაციის მერე რეანიმაცია არ არსებობდეს და მარტო ინტენსიური იყოს. კატასტროფა ჯარში 2000 ლარს იხდის თითო სტუდენტი და იხანგძლივებს სტუდენტობას რომ ჯარში არ წაიყვანონ.
და მე მსმენია ესეთი ბავშვებისგან რომ თუ ყველასთვის თანაბრად იქნება რომ თანამდებობის პირიშვილია თუ ისა თუ სავალდებულოა და ყველა გაივლის მაშინ ხო და თუ ნორმალური ეს დედოფშინა თუ არ იქნება და რაღაცა იქ მაგრამ ესე არ შეიძლება თუ არის ჯარი და როგორც ადრე იყო გაბიყავდათ და რაღაცა ელემენტარულ სასწავლიდან ხო მაშინ ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს იმიტომ რომ ესენი იხდიან ინსტიტუტებში ამ ფულს და დარჩენ იმ და სტუდენტებად ისევ ჩაითვალონ და მოსაწესრიგებელი ესი განათლება სოფლის მეურნეობა ჯანდაცვას ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ნუ ეხა ამას დრო უნდა და რასთავარია უნდა თავის გადადება იმიტომ რომ ის რომ დაუშვათ შენ მოდიხარ იმიტომ პარლამენტში და მთავრობაში რომ შენ კეთილდღეობა გავიმჯობესო თუ შენ ქვეყანას არ მიხედე არაფერი არ გამოვა აქედან. იმიტომ რომ ვერავინ ვერ იშოვის იმდენს, რომ მთელი ცხოვრება დაუტოვო შვილებს და აქ თუ დაემხო ეს ქვეყანა და განადგურდა, რომ შენ იყო აქ კარგად, ვერ იქნები. ეს არის შენი ქვეყნის სიყვარული. ამ პრინციპით უნდა მოდიოდეს ყველა და რა ვიცი ხა მე რამოდენიმე კაცს ხედავ ესეც დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგრამ მართალი გითხრათ ყველას ვერა. იმიტომ რომ იქ ძველი ხალხიც არის, ძველი იმიდან, აი რომ თქვი რომ იხეირეს და ეს კარგად მოიწყეს ცხოვრება და ის ვინ რაღაცა ნაწილი პრივატიზაციის იყიდა მეორე არ დავასახელებ მე იმას ყველაფერი იცით. თუნდაც ის რაც მაშინ კუპონებით მოხდა, ხო? დვალიშვილმა რატომ მოიკლა თავი? ათეულობით ათასები ქონდათ გატანილი დოლარებით და მე კუპონები დაბრუნდა ეს ყველაფერი. ეს ხალხი ხო დღეს ფაქტიურად ცოცხალია პოლიტიკაში არის. ან აქეთ ან იქით, ხო? და ეს მოსაწესრიგებელია პენსიონერების საკითხია მოსაწესრიგებელი ფასების საკითხია მოსაწესრიგებელი ის სუპერმარკეტები რომელსაც საქართველოს ბანკი და TBC ბანკის იმითი არის სხვადასხვა შექმნილი და ფასებს ზრდიან ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული ეხა რამოდენიმე დღე იყო გამორთული გაზი ნუ ხა დივერსია იყო ეს თუ რაც იყო ყოველ შემთხვევაში ესეც იმ უბედურმა საბაზრო ეკონომიკა მოიტანა რომ ყველაფერი გავყიდეთ არაფერი სახელმწიფოს ხელში აღარ არის ხო ყველაფერი არის კერძო და იმ კერძო კომპანიას ვერ მოთხოვ შენ მე უნდა წყალს გაგითიშოს უნდა გაზს გაგითიშოს სახელმწიფოს რეგულირების მექანიზმი აღარ აქვს აი ეს მოიტანა ამ ყველაფრის გაყიდვამ და დანიავებამ და მე არ ვიცი ხა ამას როგორ მოუვლიან და რანაირად მოაბამენ თავს ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ სასურველია რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. და ეხა კი ძალიან დიდი იმედი მაქვს მეს რომ ჩვენც რაღაცა შეღავათი მოგვეცემა ამ ტრამპის ახალი პოლიტიკი და ახალი ადმინისტრაციის მოსვლით ამერიკაში, მაგრამ თლაც იმათ იმედზე რომ ვიქნებით რა. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და ჩვენ თავი უნდა გვეყოდნოდეს. ეხა მე ყოველთვის ვიზახი რომ ვარ ნეიტრალიტეტის მომხრე. იმასთანაც ვიმეგობრებ, ამასთანაც ვიმეგობრებ, მაგრამ ნუ დამიწესებს, ნუ რავინ ზღვარს რომ ამასთან იყავი გაბუტული თითი უქრია და იმასთან კარგად. მე უნდა გადავწყვიტო ეს. ჩემი ღირსებიდან და ჩემი იდენტობიდან გამომდინარე ამ ჩემი იდენტობაში არც ჰელოვინი ჯდება, არც ეს ვალენტინობა ჯდება და კიდე ბევრი რაღაცა უმსგავსობა და სისულელი, რომელიც თავს მომახვიეს, იმიტომ რომ ევროპულია. ერთმა ხელი მოუმართოთ იქ თავიანთ ევროპაში, მაგრამ ბერიკაობას იქ არავინ არ მართავს. და ჯიაკოკონობას და ეგ რაც ჩვენი ისეთი ხა თუნდაც ჯიაკოკონობა აიგრძალა ეხა და ასეთი ის ხო წარმართულია ჰელოვინი და ეს ყველაფერი თავისთავად მაგრამ ეხა ნუ გინდა თუ არა არის ისეთი ის რომ სკოლებში ცხოვრენ სკოლები მოსწავლეებს რომ გამოეწყონ ეს სისხლები და იმითი რომ ბავშვები რატო ну ეს კარგი იქნება თუ ახალი განათლების მინისტრი საერთოდ სამინისტრო დაუწყება მიხედავს ამ საკითხს. არა, თავიდან ბოლომდე ისეთი სამუშაოა განათლების სისტემაში, მაგრამ ვინ იმუშავებს ახლა? ისევ მურღულია, რომელიც რჩეველი იყო სიტყვაზე წინა მინისტრის და ეხა თურმე ტელევიზიის ბორდშიც არის. ახლა ეს კაც ყველგან როგორ არის? და ძალიან კარგად ვიცით რა გააკეთა იმ თავის სკოლაში კედლის გაზეთი რა გამოაქვეყნა. და მე ვიხილე ქალბატონო ბაია ეს კადრები, ну ვიცი ეს კაც პრინციპში ადრე უფრო ისეთი ლიბერალურ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ეს ნუ მისი საქმეა, მე არ განვიხილავ ამას ყველაფერს, მაგრამ მე პირველ არხზე რაც შეეხებოდა ესე ცალი თვალით შევხედე, მაინტერესებდა მაინც ახლა უამრავ ტელევიზიაში მაქვს ნამუშევარი და დამაინტერესა რა ხდებოდა ამ ჩვენი ჯიბიდან, გადასახადებიდან დაფინანსებულ ტელევიზიაში. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჭიქაში ქარიშხალია იქ მოწყობილი, ჭკვიანი სახეებიც ხედან ერთი მხარეც და მეორე მხარეც და რაღაცას ერთი მეორეს უმტკიცებენ. რომ გამოჩნდეს რომ ეს არის ისეთი ნიშნულოვანი არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენი გადასახადებით ვინახავთ ამ ტელევიზიას
მაგრამ ეს კატათაგობანას თამაში იქ ადგილზე სიმართლე გითხრათ ცოტა ინგლისის მომგვრელია. იქ ესე იგი ეხა რატომღაც ესეთი ის არის რომ თურმე ოპოზიცია უნდა იждდეს იქ და ილაპარაკოს და რამდენი საჭირო თემა თუნდაც განათლებაზე დაუძახონ იმას და დაელაპარაკო რამდენია დამრიკო თამარი კიკნაძე ესა ვინ არ არის ხო ვინც ერკვევა ამაში შეხება ვისაცა ელაპარაკონ ამას მარტო იმათი ის არის გადახდელი ფული ჩვენ აღარ ვიხდით ხო ნუ არ მინდა გამომივიდეს ისე რომ ან რაღაც ხიბლში ვარ ან რაღაც ამდაგვარი მაგრამ მარტო ერთი ჩვენი გადაცემა აი ჩვენ ამ ერთ სტუდიაში მე და ჩემი კოლეგები მეგობრები ვინც აქ მუშაობთ ჩვენი რეიტინგი მე მგონი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მთლიანად აღებული როგორც ამ გლობალისტური არხების და ასევე თამამად ვიტყვი ამ თუნდაც ამ პროსახელისუფლებო არხების შემეცნებითი გადაცემები აღარ არის გესმით რომ აი ახალგაზრდებს რაღაცა აუხსნა ისეთი რაც მისეულია მისი ქვეყნის არის ხა მე რაბს ველაპარაკებოდი გარეთ სანამ დაიწყებოდა გადაცემა ავტობუსით რომ გზავრობ ხშირად ნუ იქ ქალის აცხადებს ხომ ხმარო დაუშვათ სიმონ ჯანაშიას ქუჩა ერთხელ გავაჩერეს შიგნით რა ახალგაზრდას ვეკითხები შვილო მეთქი ვიცი მეთქი ვინ არის კარგით რა გალბატონო რაო გაევლი ოპერის თეატრი ბალეტის საწავიდა ამ ოპერა სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის რო იყო ახალგაზრდას თუ არ უთხარი ვინ ხარ საიდან მოდიხარ სად მიდიხარ ხო ეგერ მას უნივერსიტეტის ბაღში იმის მემორიალს ძეგლს რომ მიაშარდეს ექვთიმე თაყაიშვილისას რატო ხდება ეს იმიტომ რომ არიციან ამათ არავინ არ ეუბნება ამათ ამას ქუჩებს რო სახელს უცვლიან ვისი ამ ქუჩაზე ვინ ცხოვრობდა ხო უამრავი გამოჩენილი ადამიანი ჩაუტარე ამაზე თუნდაც 1 საათი დაუთმე ამ საზოგადოებრივ არხზე ისტორიკოსი ვინ ყავდა ეს ვინ ყავდა ის ვინ ყავდა იქ შალვანო ცუბიძეა სიმონ ჯანაშია ბერძენიშვილია ხო რამდენი ყავდა რამდენი ისა ნიკომარი ხო აღარ ვიცი ხო რომელი ერთი ჩამოვთვალო ამათ არაფერი არ იცია ვიღაცა ევროპელი სახელს გაიგებენ მიაწერენ იმ ქუჩას იმის სახელს და არც არავინ არ იცის ვინ არის რა თმინდოდა შევჩენკოს ძეგლი ილია ჭავჭვარაძის გამზირზე უნივერსიტეტის ვის არ სჭირდებოდა იმიტომ რომ ის ჩამოდიოდა იმ დროს ის რა ქვია იუშჩენკო თუ ვინ იყო მაშინ უნდა მოენათლა სააკაშვილიშვილი და ღამე ჩუმად სასწრაფო დადგეს რაღაცა გლიბა ასეთი ყავისფერი ისიც შეცდომით ეწერა ზედ უკრაინული ხალხის ღირსეულ შვილს და მე მოშალეს მახსოვს კი შეცდომა იყო კი ბუშის ქუჩა რა შემჭირდება ხო ეს ისეთი საკითხია პრინციპში მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ ქუჩებზე სახელების გადარქმევის და ამ ძეგლებთან ბრძოლის მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას ამას ვფიქრობ წერტილი რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოება ის ხალხი ჭკვიანი ხალხი ვისაც მოვეკითხება ჭკუა ამ კუთხით და საბოლოოდ გადაწყდეს რომ მოორჩეს ამ ისტორიის გადაწერა და ისტორიის გადაწერა ხდება სწორედ ასე აი ამ ქუჩებზე სახელების გადარქმევით ძეგლებთან ბრძოლით და ასე შემდეგ ხო და ჩვენ ახლა რომ დაუბრუნდეთ აი დავით გაგაწოდებთ ერთ წუთი ჯერ თვითონ ჭკუა ვინს მოეკითხება მაგას ვინ წყვეთს ეს ერთი და მეორე ძეგლების გადატანა გადმოტანის თემა რაც ადრე უფრო ინტენსიურად იყო ეს მე ერთმა გერმანელმა მითხრა რომ ეს არ ხდება შემთხვევით ეს გაგმაზომიერი ისე რომ შენ შეგიცვალო შენ ჩვეული გარემო აი რომ მიჩვეული ხარ გამოდიხარ აღმაშენებლის ძეგლს ხედავ ხო აღარ არის უსფათ ეს ძეგლი გამოდიხარ ვერ იგებ სადახ აი ეს ამიტომ გაკეთდა ეს ყველაფერი კი ნუ ეს ჩანს ეს ჭკუის მომკითხავი ვინ არის და ნელ-ნელა აღარ არის ეს ხალხი უკვე მიდის და ვინც მოდის ის აი იმ გრანტებზე და იმაზე გაზრდილი და უისტორიო და ისტორიის არ მცოდნე ახალი პედაგოგები რაღაცა ნოვაციური და რაღაც სისულელებს რო იგონებენ ყველა პროფესორი რო ამ ახალგაზრდა ასაკში არ გიჩვენებს. არა, გასაგებია, ძალიან კარგია, მაგრამ პროფესორი მისი კოპი პეისტით არ უნდა იყო პროფესორი, არ უნდა იცავდე მაგეთი, ხო? ხო. ემანუელ მაკრონი ეთანხმება უკვე სადღაც დონალდ ტრამპს იმ გაგებით, რომ გადაიბაროს ევროპამ უკრაინის კონფლიქტის თემა. ანუ დღეს მიუნხენის კონფერენციაზე JD Vance საინტერესო ანალიტიკა იყო რამდენიმე დღის წინ მე წინა გადაცემაშიც ამის შესახებ აღვნიშნე რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკისთან და მის აი ამ გუნდთან უკრაინის ხელისუფლებასთან ულტიმატუმებით საუბარს დაიწყებს წინასწარ არავითარი მოთელვა არ იქნება. ნუ ერთი ზარი იყო ზელენსკი ესაუბრა ტრამპს, მაგრამ ეს JD Vance-ის შეხვედრა ზელენსკისთან გადაიდო.
რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქნება ულტიმატუმი და უფრო მკაცრი ულტიმატუმი. ახლა ამათ აქვს სრული ისტერიკა, როგორც ზელენსკის, ასევე მის ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ არიციან სად დაიმალნონ, ესე იგი თაგვს რო ჩაუგდებენ ასპიდს და ეს თაგვი რო წრიალს იწყებს ამ 4 კედელში თუ სივრცეში დაახლოებით ასეთი ცივი შხაპი იყო ტრამპის მხრიდან ამ მთლიანად ამ კოლექტიურ ევროპაზე, რომელიც პრინციპში არის უკრაინელების მხარეს, შეძლებს და გვარად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეხმარებოდა ფინანსურად შეიარაღებითაც, მაგრამ ახლა არიციან რაქნან. და ასევე ეს ისტერიულობა შეინიშნება იმაში, რომ აუცილებლად უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებში ჩართული ევროპაო. მაგრამ მთავარი კითხვა აქ ისმის იმაზე, რომ ვინ აპკოლებდა მათ, ვინ უშლიდა ხელს, რომ თავად ყოფილიყვნენ ინიციატორები ამ მოლაპარაკებებში. რატომ ელოდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას? ნათლად გამოჩნდა, რომ თუ კი რუსეთი იყო როგორც მათ მიაჩნდათ იზოლირებული და ტრამპი იღებს ტელეფონს და ურეკავს პუტინს, თან ხდებიან შეხვედრაზე ამ უკრაინასთან დაკავშირებით, თან ტრამპი აქიდანვე წინამდებარე ამბობს რა დათმობებზე უწევს წასვლა. ახლა იქ ორაზროვანი ტექსტები მაინც იკვეთება, არ უნდათ რომ სახე დაკარგონ. ეს არის მთავარი კითხვა, რა უშლიდათ ამ ევროპელებს, გერმანელებს, ფრანგებს, პოლონელებს თვითონ ყოფილიყვნენ ინიციატორები. ჯერ დავით ტრამპმა თქვენს მოისმენდით კატეგორიულად განაცხადა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დავხარჯეთო და ეხლა თხოვს წიაღისეულს. ანუ ფაქტიურად ყველაფერს არცმევს მაგითი, ხო ეგ არის დასავლური დახმარება, რასაც გაძლევს 10 იმდენი უნდა მოგიღოს უკან. ეგ იყო ზუსტად თავის დროზე რომ თქვი მე რომ იმან უარი თქვა, რა ქვია, დეგულმა იმ დახმარებაზე, რაც მერე ომის მერე მარშალის იმითი გაიცა. და რაც შეეხება ევროპელებს, თვითონ ეგენი სად იყვნენ მაშინ, როდესაც 8 თვის განმავლობაში დონბასს წყალი არ მიეწოდებოდა და მერე 2014 მაიდანში გამოწვეს ცოცხლათის, მაშინ არ იყო ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არ იყო ტიპიური გენოციდი, რაც ჰიტლერმა გააკეთა, თუმცა მათ ეს ააქტეს ამ ბენდერას იმიდან გამომდინარე, ეს ჰქონდათ ეტყობა სისხლში და ეს გააგრძელეს მერე ესეც სისასტიკით ის, მაგრამ ამაზე ვინმე მომიყო, რომელიმე საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ ხმა. ეს რო რაღაცა რეაგირება ქონოდა, შეება პუტინი ესე არ გაგიჟებულიყო და ეგეთი რაღაც არ მოხდარიყო, მაგრამ მე ვთვლი რომ ესენი თავიდანვე იყვნენ გარიგებული რაღაცა დონეზე ხა. კონკრეტულად შეება ბაიდენთან არა, მაგრამ ამერიკის რაღაცა ჯგუფი და რუსეთის ხელმძღვანელობა რომ მე ეს ტერიტორია გაიყოფოდა, იმიტომ რომ მე ერთხელ აღნიშნე აი მის პლეფიროა ფილმი რომ სტავნა კრასნაი, სტავნა ჩორნაი, всё равно выиграет зеро. არ აქვს მნიშვნელობა იქ დემოკრატი გავა თუ რესპუბლიკელი, იქ გადის ამერიკის ინტერესი და ძალიან ის არის რომ ვირწმუნო ჩვენ რომ ის ტრამპიც იგივე deep state-ის ხელისწაკვრით არ არის გამოსული. იმიტომ რომ მისი უკან ვინც დგას, აი ამ რომის კლუბის უკან როკფელერები, ისინიც იქ არიან. უბრალოდ ორი კლანი, როჩილდების და როკფელერების დაეტაკა ეხა ერთმანეთს. ეგ არის ერთადერთი მეტი არაფერი. გაიყოფენ ძალიან კარგად ამ სოფლიოს წინა გადაცემაში ვილაპარაკებთ თქვენთან ეს რამოდენიმე რუქა რო არსებობს და იმავე რუქით მიდის ზუსტად ეს გეგმები და დღეს ტრამპის ინტერესი არის რომ აღორძინოს და მთელი ეს აკუმულირება 37 მილიარდი რო აქვს ვალი ამერიკას რომ ამერიკის ფინანსების აკუმულირება მოახდინოს შიგნით და შეწყვიტოს ომი. ეს ომი ვერ შეწყდება პუტინთან მოლაპარაკების გარეშე. ეს უკვე ცალსახაა, ხო ხა ზღაპარია ეს. იგივე ხა ნათანიაჰუსაც, ხო? ნათანიაჰუს აწყობს ეს ომი. სანამ ომი გრძელდება, ის თავის კამზე ზის. ამიტომ არის, რომ იქ უკვე ეს საუდის არაბეთთან იწყებს მოლაპარაკებებს, იქ პრინც დაურეკა და არის ვერსია, რომ იქიდან ფული ჭირდება რაღაცა, იმიტომ რომ იმ ხელოვნური ინტელექტზე ძალიან დიდი თანხაა საჭირო და ჭირდებათ ეხა თანხების მოზიდვა. იქ დაჭირდა იმათ რაღაცა თავის ქოლგას, ამერიკელების ქოლგას ამ საუდის არაბეთს და ისინი უკვე დიდი ფულით ეხა ყველა მიცო ეხა ნავთობის გამო უზარმაზარი თანხები ტრიალებს და ნუ რაღაცა ესე იქნება. დიდძალი იარაღს ყიდის ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთში.
თავისთავად ეგრე იქნება და ყოც ესაყიდა და ის ზელენსკი ყიდის და ხა ის აღარ ყიდის ამერიკა? ზელენსკი გადამყიდველობს. ნუ ხო და თავისთავად, მაგრამ რისი იმედი აქვს ამ საცოდავ მას ხარას არ ვიცი მე. რა უქნა იმ ქვეყანას რისი პრეზიდენტის თვითონ იყო? და გერმანელებს ახლა Deutsche Welle-ზე უყურებდი, გამოკითხვა აქვთ ჩატარებული უბრალო რიგით უკრაინელებში, ნუ კიევში ძირითადად. ახლა კიევი უფრო რუსოფობიულად განწყობილი ქალაქია, თქვათ პირდაპირ ასია, ნუ ეს ნამდვილად ვიცი და იქიდან გამომდინარე რომ ეს სააგენტოც და ეს დიდი სააგენტოა, ნუ გერმანიაში ავტორიტეტულად ითვლება, მაგრამ უფრო გლობალისტური მედიის ერთ-ერთი განშტოება. აშკარად იგრძნობა, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მასალები აქვს. თვითონ სტილისტიკაშიც ჩანს და სიტყვათა წყობაშიც და ასე შემდეგ. და ამ გამოკითხულთაგან ბევრი იმედგაცრუებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე ამერიკელ ხალხსაც ახსენებენ. ანუ თვითონ ხვდებიან რა მდგომარეობაში შევიდნენ 3 წლის განმავლობაში ქვეყანა თავზე ჩამოექცათ და რატო შეეკითხება, თავარი კითხვა ამაშია, რატო შეეკითხება იგივე დონალდ ტრამპი ვინმეს პუტინთან თუნდაც ამ უკრაინის გარეშე შემოლაპარაკებებს, ან ევროპელების გარეშე შემოლაპარაკებებს, როდესაც 95%-ს ბაიდენის ადმინისტრაციის წაქეზებული იყო საერთოდ ეს ომი, მის ინტერესებში შედიოდა და ლომის წილი, ანუ აი ეს ციფრი რაც დავასახელე 95%, რომ არა ამერიკული დახმარება გნებავთ ფინანსურად, გნებავთ იარაღით, ეს ომი ავტომატურად გაჩერდებოდა. ახლა ფრონტის ხაზზე ისეთი ვითარება აქვს, რომ ის ძალიან მალე შეიძლება ჩამოიშალოს. აქ პირდაპირ ტრამპის ზარი პუტინთან ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ პუტინმა მოიგო ეს ომი. თავისთავად ახლა ამდენი ხანი რო იყო და გახსოვთ ჩვენ ტელევიზიებში რომ სიტყვას არ ძრავდნენ რა ხდება და როგორ ხდება და დღესაც ძალიან ბევრს თავის პროფილზე აქვს ისინი უკრაინის დროშა და მე სოციალურ ქსელში ვნახე დღეს მე მგონი მოამბეს თუ იმის ის იყო სააკაშვილის ძველი ისა როდესაც ლაპარაკობს თვითონ რომ აი გარეჯის თემა რომ გარეჯი დაუშვათ ჩვენია რაღაცა ტრადიციული საუკუნეში მაგრამ ის რა ქვია ჩიშხიტური სადაც არის ის თურმე სტრატეგიული ადგილი ის აზერბაიჯანს მისვე. სად არის ის რა ქვია სამშობლოს ღალატის მუხლი სად არის? დავანებოთ თავი ნიურნბერგის ქართულ ნიურნბერგს. რამდენი რამეა ჩატენილი ზუსტად საქართველოს სამშობლოს ღალატის მუხლი რასაც მიესადაგება. და ამათ კიდე პოლიტიკაში მოსulis ის აქ და ევროპას იმის არ იყოს გამოთქმა არის რა ქვია ბალიათიშაურიო ვინ ეკითხება მაგათ შემსაქმეში ჩარევას. მე ვის გავასამართლებ არ გავასამართლებ რა ქვია მე ვერევი მაგათ საქმეში? და რა შეეხება ის პროდუქციაზე რო ვილაპარაკე და ბაზარის დახურვაზე ბალტიისპირელებთან მაქვს მე ნალაპარაკები რომ იმათ ტრადიცია აქვს რაღაცა ფერმების რაღაც მეცხოველეობის და დაგვახოცინესო ცხოველებიო იმიტომ რომ არ გჭირდება მსოფლიო ბაზარზე იმდენია ჰოლანდიური ზროხის ხორცი რომ ჩვენ მეტი ხორცი აღარ გჭირდება აი შევედით ევროპაში და რა ვკითხულობ მე თქვათ ჯერ იშლება ეს ევროპა ცოტა ხანში წარმონაქმნი იქნება ისიც არა ვინსაც არჩება კაცმა არ იცის მაგრამ შევედით და რა რომ გადასახადების გაზრდას ამ ხელფასებით და მიგრაციის პოლიტიკას გადასახედია. როგორ შეიძლება რომ ესე იგი ქალაქში მომსახურე ტაქსების უმეტესობაზე იჯდნენ უცხოელები, რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობს, იღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ამიტომ ქართველი იძახდეს, რომ სამსახური არ არის და გაურბება რამიტომ უცხოეთში. აი სად არის აქ ლოგიკა? იყოს კანონით რომ არ შეიძლება უცხოელს მიცე თუ არა აქვს რამოდენიმე თაობა ნაცხოვრები აქ მოქალაქეობა და ნურ სამსახურს ნუ მიცემ. ხელფასები გაზარდონ ცოტა პენსიები რაღაცაერთ უნდა გადარეგულირდეს ეს ახლა ეკონომისტები არიან ხო და დაალაგონ ცოტა ესე არ შეიძლება იმიტომ რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება და სოციალური უკმაყოფილება თუ გაიზარდა იქ ყველაფერი შეიძლება მერე სულ ყველაფერი მით უმეტეს ჯერ კიდე არსებობს ის აგენტურა რომელიც დიდი ხანია ჩანერგეს ჯერ კიდე დაწყებული გარბაჩოვის და შევარნაძის მალტის ბილდერბერგის გარიგებიდან მოყვა იქიდან წამოვიდა ყველაფერი იმან გაყიდა საბჭოთა კავშირი მე შევარნაძე აქ ჩამოვიდა აქ დაიწყო ეს რაღაცა ისა ჩამოიყვანეს ახალგაზრდა რეფორმატორები და მეტიც
მე ნათქვამი მაქვს თქვენ გადაცემაში ხალხი ასამართლებს ეგეთი პროექტი იყო ოპოზიციური მინდა ურხელიძე იყო თავმჯდომარე გერგულენების ვაზეგაშვილების რობაქიძეების ასეთი გახმაურებული საქმეები გადიოდათ მე ვიყავი მსაჯული დედისგან მოვისმინე მაგა დედისგანო ნუ არ იყვნენ ისეთი ფრთიანი ანგელოზები და საკმაოდ ისეთი აი ბანდიტო ელემენტები იყვნენ და ფულს უხდიდანო ჟვანია სააკაშვილის რეფორმატორების გუნდი რომ აეფეთქებინათ მე-9 და მე-10 ბლოკი და დაძაბული იყო სიტუაცია ქვეყანაში და უცბად მერე რომ დენი გაჩნდა რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ამათ კიდე მოუთხოვიათ თანხა და ნუ ამიტომ მე ესე ვფიქრობ რომ ბარამიძემ მოწმეები გაანადგურა ესე იგი ბრალდებების იმდენი პუნქტებია მარტო მე შემიძლია ჩამოვთვალო. იქ როგორ იმას ანგრევდნენ, ამას ანგრევდნენ, ფერისცაზე ეკლესია დაანგრიეს, განათლების სისტემას რა უქნეს, უნივერსიტეტს რა უქნეს დავის დროზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს არის გენოციდი. ქართული ხალხის მიმართ და ამას უნდა დაერქვას ქართული ნიურნბერგი. მე რომ მკითხო და სამაგალითოდ უნდა ჩაყვნენ ბოლომდე, გამოკითხონ ყველა აბსოლუტურად სულ, იმიტომ რომ მეც ფაქტიურად 9 წელი 11 კაცი ოჯახში უმუშევარი მყავდა, რეპრესია იყო ჩვენს მიმართაც გახურდა. რატო? იმიტომ რომ მაგათ აზრს არ ვემხრობოდი და მეც და მამაც ძალიან ისეთი რადიკალური იმითი გამომუქარები და იმის ფონზე ყველაფერი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში, როცა შენი ქვეყანა გიყვარს, არ შეიძლება იქ თამაში და აქეთაც და იქეთაც გადაიხარო, უნდა იყო ერთ პოზიციაზე. რასაც მე ბევრი პოლიტიკოსისგან ვერ ვხედავ სამწუხაროდ დღეს. იცით როგორ არის, რომ აი ევროპაც ესე იყო, ეგენც ესე არიან, ეხა ელოდებოდნენ რა მოხდებოდა ამერიკაში, ვინ გაიმარჯვებდა, როგორი ფრთა თუ ლიბერალური, აი ასავით გადაიხრებენ, გადმოეხმარებიან. ჩვენ გაგვაჩნია, ხო, ლერწმის პრინციპით, რომ ნაცარქექია, ჭინჭრაკა, ხო, ეშმაკობა ყოველთვის ჩვენ დამყრობების პირობებში წრი ვინც არ გვიპყრობდა ხო შახაბაზი იყო ეს თუ გიორგი სააკაძე ყოველთვის ჩვენ მაინც სათავეში ქართველი იდგა და ის ქართველი მართავდა მერე სიტუაციას მარტო სტალინია საკმარისი ამაზე და აი ზუსტად სტალინის ჩატარებული სმერში ომის მერე ხო იყო ის პროცესი აქაც ანალოგიური ხა მე არ ვიძახი რომ უნდა დაიხოცოს ეს ხალხი მაგრამ პოლიტიკას რო არ უნდა გაეკაროს საერთოდ და არავითარი კოჰაბიტაცია აღარ უნდა იყოს მეტი იმ ევროპაშიც კოჰაბიტაცია ხა თქვენ როგორ არა ამას ჩივიან რომ აი 37 წელს ხო არ გვეწყობენო ეხლა ეს მთელი ლიბერალი მასწავლებლები მსახიობები ვინც ყავთ ეს ამ მსახიობები საერთოდ გაჩუმდნენ რა რომელი მყავს ერთი აქ ისა ტოტო ფერნანდელი და ისა რომელია ერთი დიდი მსახიობი ჩერდენ ერთი ჩემი ცოლის დაქალები და რაღაცა სურელური მეებში რომ მონაწილეობდნენ ეგენი მართა სირცხვილია რა თუმანიშვილის და იმის და არ ვიცი ეროსის და ხორავას და ვისი არა აქვია მსახიობების პირობებში ვასოგოზიაშვილი სესილი ესენი ხმას როგორ იღებენ საერთოდ ვიღაცა რომ ვიღაცის ნათესავი ეს არაფერს არ ნიშნავს ის თვითონაც დიდი ის არის ნიჭიერი და არ არის აუცილებელი რო შენ სიტყვაზე წერილი შვილი იყო და შენც გენიოსი იყო არ ხდება ესე არის გამონათქვამი სიბიანი ბიზუროდով ხო ისეთი ოჯახებიდან გამოსულა ისეთი უღირსი და მახინჯი სულით და ცნობიერებით ადამიანები რომ ნუ გაგიგორდება მაგრამ ხდება ესე ასე არიან ესენიც ქალბატონ ბაია თქვენ deep state-ი ახსენეთ და აი ამ ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ გააკეთა აი განცხადება და მინიშნებულია სწორედ აი ამ deep state-თან დაკავშირებით რომ კარგი იქნება მივესალმებით თუ ტრამპი ამ დაანონსებულ ბრძოლას deep state-თან მოიგებსო და იქ ევროპაზეც იყო საუბარი მე ხო უბრალოდ ამას ჩემი სიტყვებით გადმოვცემ ამ განცხადების შინაარსს და შეიძლება ასეთი რამე ვივარაუდოთ თუ ეს თქვენ ბრძანებთ ნიურნბერგის პროცესს ახსენებთ რომ საქართველოსია საჭირო ასეთი ნიურნბერგის პროცესი ამ კომისიამ წულუკიანის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა პარლამენტში თუ კი ამ გარედან მართულ ოპოზიციას და ნუ ყველასთვის გასაგებია აქ კითხვები არ არის რა ხდება არ გაეცა დროულად პასუხი და პირდაპირ თქვა თუ არა აილაგმა ეს ხალხი გამოდის რომ ტრამპიც უბრალოდ გარდამავალ პერიოდში მის საპრეზიდენტო ვადის პირობებში აქ მოამზადებს თქვა პლატფორმას ისევ მომდევნო ადმინისტრაციისთვის ახლა კი უნდა მეორედ კენჭისყრა თქვა კიდე ერთი ვადით უნდა პრეზიდენტობა მაგრამ ვაით უბრუნდებიან იქ დემოკრატები
აი აქ იქნება თუ არა ეს ლაკმუს ინდიკატორი, რომ თუ ეს ოპოზიცია და მათი ეს საცეცები, ეს საპროტესტო ტალღა, ეს პროტესტში მონაწილეები არ აილაგმნენ დროულად, ხომ არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ფონს იქმნის კონკრეტულად ვაშინგტონი აქ საქართველოში. იცით რა, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დაუშვათ ცოტა შემოაბრუნონ საქართველოს თავისკენ, იმიტომ რომ ძალიან უარყოფითი ის წამოვიდა. ერთის მხრივ ხანდახან შეიძლება იფიქრო, რომ ეს ევროკავშირი იმიტომ იქცევა ესე, რომ თვითონ კრას შენ ხელი და უბრალოდ შენ კრა ხელი. ისე გეკცევიან, რომ ძალაუნებურად თქვა, რომ არ მინდა მე, რა მინდა ეგეთ ევროკავშირში, ხო რომელიც ესე მეკცევა, ან ამნაირად უღირსად და მთელავს ჩემ ღირსებას, ხო რა მინდა იქ, ხო ესეც შეიძლება. მაგრამ თუ ცივილიზებული მსოფლიო თვითონ არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კატასტროფისკენ მიდის ყველაფერი, რომ მართლა ხალი-ხალია და კაცი-კაცია და ეს ერთხელ და სამუდამოდ იმ ძველ იმაში არ ჩაჯდა რაღაცა კალაპოჩი და აქ კიდე რაღაცა კანონები უნდა მიიღონ ისეთი, რომელიც მართლა ჩაიწერება კონსტიტუციაში. ნატო და ევროკავშირი კი არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, უნდა ეწეროს შენი ეროვნული გზა რა არის. იდეა თუ არა აქვს სახელმწიფოს და დღეს აი იდეას ჩვენი იდეა იყო აქამდე იმასავით ვირისტაფილოსავით ევროკავშირი და ნატო. აღარც ნატო უნდა ამ შენ ტრამპს სიტყვაზე და აღარც ევროკავშირი აღარ უნდა. სად მიდიხარ? გაყოფენ ეს ორი მონსტრი გაყოფს ამ სოფლიოს და მე სადღაც აღმოჩნდები შენ კაცმა არ იცი სად. და წინასწარ ნუ გადაიჭრი ამ იმის გზებს, ხო, ურთიერთობის გზებს, ხო. ჩვენ მილიონი რამე გვაქვს, ჩვენი მოსაგვარებელი, ტოლოელები დასაბრუნებელი. ამ დროს ევროკავშირიდან მე რამდენჯერ გამომისმენია, რომ მიიღოს, რა ქვია, მოლდოვამ და საქართველოს მიგრანტები. სადღამ მივიღო, ქუჩაში ვერ გახვალთ, ისეთი ამბავია. სად მივიღო? მანქანებს აღარ ვიძახი, ადამიანების რაოდენობაზე ვიძახი. ლაპარაკი აღარ ისმის, აი როგორც გიორგი ბრწყინვალის პერიოდში იყო, ხო, ქართული ლაპარაკი არ ისმოდა, ხო? ვერ გაიგებ ის რა ენაზე ლაპარაკობს, ქართულად ჯერ მარტო საქართველოსშივე, ხო? ჩახვალ აზერბაიჯანის მარნეულში და იმაში ლაპარაკობენ რუსულად. იქი ჩახვალ ჯავახეთში ლაპარაკობენ რუსულად. შენ იძახი, რომ რუსული არ მინდა. ახალგაზრდებმა საერთოდ არ იციან რუსული. იმათ როგორ უნდა ელაპარაკო, ცხოვრობს ხო ის შენთან, შენი მოქალაქეა. ჯერ ეს ერთი აუცილებლად მისახედია, რომ ჯავახეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სკოლაში ეროვნიდან დაწერილი საქართველოს ისტორია კი არ უნდა მოდიოდეს, სადაც წერია, რომ თამარ მეფეს თურმე აჩუქეს მზიდში, სომხებმა ჯავახეთი და არ ყოფილა ის ჩვენი. აი იქ უნდა გაკონტროლდეს, რომ იმანაც ისწავლოს, აქ ცხოვრობს, ხო? შენი ისტორია უნდა იცოდეს ყველამ, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც მოქალაქეა. და არ უნდა მიეცეს მოქალაქეობა არავითარ შემთხვევაში იმას, ვისაც სამი თაობა არ უცხოვრია საქართველოში. მე ესე ვფიქრობდა, ხა თუ გამიგებს ვინმე ამას და გააკეთებენ, მხოლოდ წაადგება ამ ქვეყანაზე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. კიდევ ერთხელ ვიძახ, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ხელფასები, გადასახადები, ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი და დროულად. მართალია დიდი ხანი 30 წელი ჩვენ სულ რაღაცებს უნდებით, იმას შემოგვიგდებენ, არიქა რაღაცა ხან ბუსუსებიანი პრეზერვატივები, ხან რაღაცა სისულელეები, დაჟინებული მზერა. ეს ყველაფერი ხო ყურადღების გადატანის სულელური მექანიზმებია, ხო? რაშიც რაღაცა იგივე იმ USAID-დან ეგეთ სისულელეებში იყრებოდა ფული და ხა ტრამპი მეწარმეა, მაინც ბიზნესმენია და უკვე სხვანაირად აპირებს თუ კარგად დაალაგა ეს თავის ქვეყანაში და ფეხზე დააყენა ის ამერიკა ამ შემთხვევაში ისე ვეღარ დადგება ალბათ როგორც იყო ოდესღაც, მაგრამ მეტნაკლებად ის კიდე იქნება და ის ხალხი კიდე მიცემს ხმას და აქაც ესე იქნება, შენ რომ შენი ხალხისთვის გააკეთებ რაღაცას, ახლა პარლამენტარი რო იზდის ხელფას და პენსიას, რაკნას იმ 350 ლარზე ცხოვრებმა პენსიონერმა, რომელსაც არაფერი არ აქვს, როგორი ცხოვროს. ეს არის პირველ რიგში და საგარეო პოლიტიკა ცალკეს ჩვენ ახლა გავდივართ აი რაღაცა ბეწვის ხიდზე. ჩვენ ხელისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ისა აქვს აღებული ტვირთი და ძალიან მინდა რომ ღირსეულად გავიდეთ ამ იმაზე. და პირველ რიგში ეს რა ქვია ეს კომისიამ უნდა იმუშაოს აუცილებლად დროულად. ხო, სირთულეები იქნება მაინც ვფიქრობ, ახლა თქვენ ისეთი სფეროები ჩამოთვალეთ, გეუბნებათ აი ჯანდაცვის სფერო. ხო ვიცით რომ დეფიციტი არის საკადრო პოლიტიკაც საჭიროა. რატო იცით რა
არის რომ ჩვენ არ აქვს სპეციალისტები ეხა არის რაღაცა სფეროები რისი აქ ოპერირებაც შეიძლება ქირურგიული ხო მაგრამ თავის ოპერაციას და დაუშვათ თირკმელის რაღაცას აქ ვერ ჩაატარა რატო გარებს ახლა თურქეთში იმათმა გაუშვეს დააფინანსეს 2 წლით სპეციალისტები ასწავლეს ათვისეს იმ აპარატების კარგად ათვისება ისწავლეს და ჩამოვიდნენ აქ არიციანეს არის კი 1-2 ახალგაზრდა სპეციალისტი იქ დამთავრებული ჩამოსული მართლა კარგი მაგრამ ძირითადში აი მაშინ ნეიროქირურგიაში მაგალითად მე აღარ მეგულება ვინმე ნორმალური ვინც იყოს აი არ არის არა კიდასტურებთ ხო და ამიტომ ესეც მოსაწესრიგებელია შეიძლება რომ ადამიანს ოპერაცია გაუკეთო რთული დაუშვათ საშვილოსნოს ისა ამპუტაცია გააკეთო და მეორე დღეს სახში გაუშვა ეს ნორმალურია ხო და ამიტომ არ ვიცი ხა ასე ხელახებით და დავანგრიეთ მოსპეთ ყველაფერი რაღაცნაირად უნდა განაწილდეს ეს თანხები ნუ ისე რომ ყველა სფეროს რაღაცა ცოტა შეიძლება მოვიკლოთ გავიჭიროთ რაღაცა მაგრამ სოფლის მეურნეობა ფეხზე უნდა დადგეს რომ გელეხმა თვითონ გაიტანოს თავისი ბაზარზე როგორც ადრე იყო არ არის საჭირო სპეკულანტი გახვალ ბაზარში დევს ირანული ყუთები თურქული ყუთები და მე იქ მდგომი სპეკულანტი იმას ყიდის კი და აი თქვენ ახსენეთ რომ ნეიროქირურგია მოიყვანეთ მაგალითის ხო აქვე ვიტყვი რომ ამას წინათ იყო ინფორმაცია გავრცელდა ეს ანდრონული კოლაიდერი დააყენეს მე მგონი ქუთაისში თუ რაღაც წამკითხველი ვინ არის იმის მაგას ვიძახი უნდა ასწავლო ხო თუნდაც თავი იქნება თუ სხეულის ნებისმიერი ხა 1000 სხვადასხვა საშუალებებია სამედიცინო ონკოლოგიასთან ბრძოლის იქ გამანაიფია რომელიც ეს ტრეპანაციას აღარ საჭიროებს თავზე და თუ თქვათ კაკლის გულის ხელა არის ონკო შეიძლება ეს სწორი მიმართულებით იმ სხივებით სწორედ აი ამ ანდროინული პროტონების მაგრამ წამკითხველი ფიზიკოსი ვინ არის აი მაგას გულის პრობლემა ხო ანუ დეფიციტია ვიღაცა გამოდის რომ უნდა მოიწვიონ იმას თარჯიმანი ჭირდება ის თარჯიმანი პროფესიული ენა ჭირდება აი ის კი არა რომ მხოლოდ სინქრონიიცის და თარჯიმნობს აი ეს გრანტები აქ თარჯებოდა როდესმე ესეც საჭირო რამეზე დახარჯულა აი ასეც საჭირო რამეზე დახარჯულა ერთი ქარხნის ის მაინც გამოუთქვა მწურვილი რომ მოდი რა ეს გავაკეთოთ შენი სოფლის მეურნეობისთვის არ ჭირდება იმას იმ ევროპელს ბაზარი ყველის ბაზარი დაკავებულია ღვინის ბაზარი დაკავებულია ის პამიდორი და რაღაცა არ ჭირდება შენი და რანაირად რა ქნას ამ გლეხმა ამიტომ ძირავენ იქედან არის მითითება მისული ეს არაწარმოო დათესე ესე დაგვიდეს აგერ ხომ საკავშირმა ეს გენმოდიფიცირებული სიმინდი ღორებმა და ძროხებმა არ ჭამეს ხო რაიონებში დაიხოცა საქონელი ვინც კი შეჭამა არ გაიხარა მიწამ არ მიიღო ქართულმა ეგა არ ვიცი ხა მე როგორც ყოველთვის ძალიან ისეთ იდეალისტი ვარ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება ხო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ხო მაგალითად მართავს შეხვედრებს უკვე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ხვდება ვის? ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლებს პირველ რიგში. ეგ ცალკე ეს ბალტიის ქვეყნების ცალკე თემაა რა, იმიტომ რომ იმათ თვითონ აქვს პრობლემა იმისი რომ იქ რამე არ მოხდეს, აქ გირევენ საქმეს და საერთოდ სალომე ზურაბიშვილი აი კაჩისტვი კავორო იტყვე რაშუაში დაუმთავ საპრეზიდენტო, მაგრამ ხალი აღარ არის პრეზიდენტი ხა. ისინი ამბობენ არა, ეს არის პრეზიდენტი. ანეკდოტი რო არის, ხო იცი ძველი გიჟი რო იძახის რო я кукуруза და უბკურნალეს და я-то знаю, что я не кукуруза, а петух знает, что я не ამას ესე ჭირს რა, ეს кукуруза თუ პრეზიდენტი ვერ გაუგია ამ ხალხს და იმათაც ვერ გაუგიათ რაც თავარია. ხო, ნუ ეგერ ორბანმა ხო თქვა რომ ბრიუსელი ნაყიდი ყავს სოროსო. აი ეგ არის რომ ეგენი ფულზე არიან, ეგენი არიან ვაჭრები. ესენი ჩარჩები და ვაჭრები არიან აქ ვინც იმათ ფულზე ხა რაღაც ისულელებს. ეთყო ბოლო გაფართხალება უნდა მოაწყონ ხა ეთყობა ხვალ რომ რაღაცა დააფიქსირონ რომ რაღაცას აკეთებენ. ხო, მაგრამ როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს ხო პერმანენტული სახე აქვს უკვე ამას და თვითონ ქვეყანა წინ ვერ მიიწევს. ამ ყველაფრის ქვეშ გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ნუ ისევ ალბათ კანონით უნდა დარეგულირდეს, იმიტომ რომ ნუ ძალიან არ მინდა ის დაუშვა, რომ აქეთ ამხარ და იქით ამხარ დაეტაკებენ ერთმანეთს. ბოლოს ესე მოხდება, ამიტომ არის რომ ხელისუფლება ჩაერია და გადაკეტვის შემთხვევაში აკავებენ. არ შეიძლება ეხა იმის არ იყოს მე რო პრობლემას მიქვნის სიტყვაზე და ვერ მივდივარ ვერსად. იმიტომ რომ შენ დგე ხა მე გავბრაზდები ისე რომ მივარდები ეხა და ოცნებას გავლანძღავ არ იქნება ესე. არ იქნება სააკაშვილის ხარეს მე არ დავდგები არასოდეს. ეს პარაზიტი ვივამედის.
ну ესეც პრინციპში კითხვას აჩენს რატო ამდენი ხანია მივავე მეჩი თან ჩვენ გვახსოვს ის ექიმები ისევ მისი მხარდამჭერები ვინც კომისია შექმნეს და ეგრო გადაიყონო საავადმყოფოში არის ძალიან დიდი რისკი იმის რომ ისევ თავისივე იმის ხელით მაგას იქ მოკლავენ და მე ატყდება თუ ატყდება და ამიტომ თორე ერთადერთი გამართება მაგას ეს აქ და ეხა ეს ქალბატონის ეს ჟურნალისტი ერთი ამბავი რომ ამტყდარი მაგაზე აი მე არ მესმის იცით ჯერ რა წესია ხალი რო ხარ და ხელს ურტყა ვიღაცას და მეორე ერთი წაბზანდეს ეს ქალბატონი ნებისმიერ ქვეყანაში ევროპის და დაარტყას იქ პოლიციას და რა პასუხს მიიღებს იმას ვნახავთ იმიტომ რომ ჟურნალისტია და ბოროტიანები რომ ამბობენ რომ 25000 გადაუხადეს ამაში რომ ეს გაეკეთებინა საჯაროდ რომ დაეფიქსირებინა და ენახა ყველას ამას რა უყოთ წყარო როგორც ელისოკილაძე იტყო და ამბობს წყარო ამასაც და არ არის გამორიცხული ამადგან არაფერი ხო და აი არ ვიცი ძალიან ისეთ სიტუაციაში ალბათ ეხა ხვალაც თუ გადაკეთდეს გზა და ხალხი არ გაატარეს პოლიცია დადგება იქ მაგრამ მეცოდებიან ეს პოლიციელებიც იცი უკვე იმიტომ რომ ხوارშება დღე და ღამე ამათ ტაშფანდურზე იარო ესეც ლიბერალიზმის ისა რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს ძალოვანი სტრუქტურები ჩამოიშალოს ხო ლიბერალიზმის ის რა არის საბოლოო სტადია ოხლოკრატია ანარქია და დემაგოგია აი რასაც ვისმენ ჩვენ ამათგან სულთა დემაგოგობა სულ აი მეტი არაფერი არ არის ამათ საუბარი არის დემაგოგობა ჩვენ წუთამდე გვჭება დრო ქალბატონ ბაია და მოდით აქვე ვთქვათ როგორ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან ამ გეოპოლიტიკური გადალაგების და გამოწვევების ფონზე დრო არის უკვე ვფიქრობ რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვიფიქროთ თორე როდამდე უნდა გაგრძელდეს ასე აი თქვენ მიუთითებდით სწორედ იმ თაობაზე რომელიც პრინციპში უკვე ინერტულია მთელ რიგ საკითხებზე არაინფორმირებულია თან არის ის ფონი შექმნილი რომ პრინციპში აღარ იციან ვინ იყვნენ მათი წინაპრები გამოჩენილი ხალხი და ასე შემდეგ რაც დრო გადის მათ ისევ და ისევ ახალ თაობას შეექმნება პრობლემა ამ აღქმაში რომ ბოლო-ბოლო ჩვენი მიწაწყალი იყო არის პრობლემა დგას მაგრამ გასაღები არ დევს საქართველოში აი მე ორი საკითხით დავიწყებდი ამის განხილვას. ერთი ის რომ აი როგორც კი მოლაპარაკება მოხდება პუტინს და ტრამპს შორის, უკვე თავისთავად გაიმიჯნება ჩვენ რომელ მხარეს ხვდებით. ეს ერთი. მეორე საუბარი აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს პარალელურად განათლების სისტემის განახლებისა, იმიტომ რომ ახალგაზრდას უნდა გააგებინო შენი ისტორიიდან გამომდინარე, რატო არის საჭირო სიტყვაზე დალაპარაკება იმ რუსთან, რატო? აქ ლაპარაკი არ არის პუტინზე, აქ არის ზოგადად რუსეთზე. ლაპარაკი და იმ ფონზე რაც ირგვლივ არის ხო ის ევანგელისტია ის ბაპტისტია ის პროტესტანტია ხო მაინც აი ამ ერთმორწმუნეობის იმით შენ მაინც იმაში გადიხარ ხა მერქმაო რო თქვით მერქმა კი არა ის აღდგომაო პრორუსული დღესასწაულიაო გეუბნებენ იმდენად ბრიყვები და უვიცები არიან რაზეა ლაპარაკი ამათ არაფერი არ იციან ეხა კიდე ახალის ხელოვნური ინტელექტი ექნებათ ამ განათლების ბავშვებს ისედაც ხარ სწავლობენ და ინტერნეტში ნახულობენ ყველაფერს ეხა კიდე უფრო იმის იმედზე იქნებიან და აუცილებელია ამ განათლებისთვის მიხედვა იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა იმის გარდა რომ ცდილობა დაკარგეს ტრადიცია დაკარგეს აზროვნების უნარი ლოგიკის ყველაფრის ხო და ჩვენ თაობა ლოგიკით ვიდის ისევე და ლოგიკური იმითი დედუქცია და იმითი რაღაცნაირად ვალაგებ და იმით რატომ ვიძახი მე რომ ეხა მე არ ვამყარებ ისეთ იმედებს ტრამპის ადმინისტრაციაზე იმიტომ რომ მაინც აქედან მხრიდან არის გაშვებული ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ თავისით ვინმე გახდეს ამერიკაში პრეზიდენტი იმიტომ რომ ამდენი მილიარდერია ხო 12 ოჯახი რომელსაც სოფლიო მთავრობას ეძახიან. ნუ იქ არის ინგლისის ვინძორების ისის. ეხლა ვის წარმოუდგენია და როგორო ამათ იმ მილიარდებს ვინმე წაართმევს და თუ არ წაართმევს რომ ამათ პრეტენზია არ ექნებათ რომ სოფლიო მართონ. ეხლა ეს ლოგიკურად როგორ არის ესა? კი არის ამაში ლოგიკა, რასაც თქვენ ბრძანებთ, უბრალოდ ნუ ეს ტრამპი რა განცხადებებიც გააკეთა მოკლე დროში, რაც შევიდა ოვალურ კაბინეტში.
ფაქტია რომ მსოფლიო ააფორია განსაკუთრებით ეს ბებერი ევროპა. არა, ძალიან ისეთ ხის და რადიკალურ განცხადებებს აკეთებს და ამ მასში შეინიშნება ერთპიროვნული იმის, მსოფლიოს ბატონობის ერთპიროვნული ის და მე ხა საუბარში თქვენთან ვთქვი, რომ იმისი ალენ-დალესის დოქტრინას მახსენებს მეთქი, რომ ისეთ ქაოსს და არეულობას შევქმნითო ქვეყნის და ხალხებშიო, რომ ერთი გამოჩნდესო, და ერთმა გვიბატონოს და დავწყარდეთ. ეს ერთიც გამოჩნდება ანტიქრისტე. ხა შესაძლოა ეს რაღაცა კონსპიროლოგიის იმას მიაბან, მაგრამ პირდაპირ წერს, რომ გარყვნით ახალგაზრდებს, კინოს, მსახიობებს, ამას იმას ისეთ იმას შევქმნითო, რომ ვინ სიმართლეს იტყვის, იმას საცინრად გავხდო. პრაქტიკულად ამას ყველაფერს ხედავდა, ხა გინდა კონსპიროლოგია გაცნობილი ვარ მე ამ პუნქტებს. არის ვერსია, რომ ვითომ ალენ-დალეს არ ეკუთვნეს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ გავრცელებულია და პუნქტებია პირდაპირ ჩამოწერილი. თქვენ რაც თქვით, რომ ახალგაზრდები სულ არის ნახსენები, ასევე სახეზეა ეს ყველაფერი. ხო, იქ აქცენტია ასევე გაკეთებული, რომ პროვინციებიდან ჩამოსულებს დაურიგეთ თანხები, რომ ალაპარაკეთ შავზე თეთრი ათქმევინით. კი, ესეა, რომ გარიყო, დესტრუქცია მოუწყო რაღაცა, რაც ეხლა ხდება, ხო? ხო, ჩვენ ამ არხებს რო გადახედოთ გლობალისტურ ტელევიზიებს, ანუ ბირთვი 70% პროვინციელი ბავშვები არიან. არიან და რაც თავარია ადრე იყო რომ ეს პირველი არხი რო იყო ხო სახელმწიფო არხი იქედან ჟურნალისტები ისეთი მეტყველებით საუბრობდნენ რომ ის მერე მთელ საქართველოს ესმოდა და მეტყველება ჰქონდათ გამართული ეხა ლაპარაკობენ რას ლაპარაკობენ და დასკრინე დასკროლე სპიჩი ეს იქ საერთოდ აღარ მახინჯდება ენა იკარგება და ეგ არის შენი იდენტობა და ეგ არის შენი სუვერენიტეტი ხო აბა რა არის სუვერენიტეტი მარტო რომ თქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ პრინციპში ახლა რა მოხდება რომ ჩვენ აქეთ დაუწესოთ სანქციები იმ ევროპის პროდუქციას რაც აქ შემოდის აი საინტერესოა იმიტომ რომ ჩვენგან გასული რაღაცეები დაუშვათ იგივე თურქეთში თუ რამე გადის იბეგრება იქედან შემოდის განუბაჟებლად ეს სააკაშვილის დროიდან არის დარჩენილი რატო ჩვენ სახელმწიფოსაც ხო ჭირდება რაღაცა ბაჟის გადასახადი ეს საერთაშორისო ის არის ხო რომ გადის შემოდის ეს ექსპორტ იმპორტი ეს უნდა აუცილებლად დარეგულირდეს ნუ ნიხრებია ეხლა თურქეთთან ზუსტად არ მახსოვს მაგრამ თუ საქონელი აღემატება 300 ლარს მე მგონი მაშინ არის ეს დღე გადასახდელი გააჩნია ადრე იყო შეიძლება მეშლებოდეს არ ჩამეხედია ბოლოს ახლა რა დონეზე გაჩერდა ეს ნიხრები 200 300 ლარზე არ უნდა იყოს აქ უნდა იყოს თვითონ პროდუქციის იმაზე ხო რა არის ესა პამიდორია კარტოფილია რაც გადის რომ იმის დაუშვათ ერთი ფურა ერთი ვაგონი თუ ერთი მანქანა რომ გადის რომ ამის გატანაში შენ ამდენი არ გადაგახტევინოს როცა შენ შემოგაქვს უფასოდ ხო და მე ფაქტიურად ასეთ კაბალურ იმაში მაგრამ იგივე შვება ევროპა მაგრამ ნახეთ ქალბატონ ბაია ჩვენთანაც არის მთელი რიგი საკითხები ამ კუთხით მოსაგვარებელი ახლა ერთხელ გადაუფრინდი ქუთაისიდან საბერძნეთში მანქანა გავაჩერე აეროპორტის უბრალოდ ისეთ წვიმა იყო რომ იქაც მეორე სახლი გვაქვს ქუთაისში ბაბუაბების და არ გავაჩერე მანქანა ეზოში ვერ მოვასწრებდი აეროპორტში მისვლას და ამიტომ პირდაპირ აეროპორტშივე გავაჩერე მანქანა ერთი კვირის გადასახადი გადავიხადე 80 ლარი თან დაამრგვალეს ანუ 24 საათზე მრგვალდება ზედმეტი 1 საათი იყო გადაცდენილი და დაამრგვალეს მაინც 8 დღეზე ანუ 7 დღის ნაცვლად 8 დღის გადავიხადე ზუსტად ამდენივესი რიზაში რო ჩავედი და იზმირში გადავფრინდი გავაჩერე მანქანა და 600 ლირა გადავიხადე რაც უდრიდა 50 ლარს კურსით ან წარმოიდგინეთ თურქეთში უფრო იაფია თუნდაც ეს სერვისი ვიდრე აქ ჩვენთან საქართველოში არა ჩვენთან ძალიან ისე როცა იქ ინფლაციური პროცესები უფრო მეტია ის არის იმიტომ რომ ეს მოსაწესრიგები ჩვენთან იგივე აი ბანკის პროცენტები ხო რომ აიღო ბევრად მეტია ვიდრე რო წახვიდე შვეიცარიაში რო წახვიდე ხო იქაური შვეიცარიის ბანკის პროცენტი და აქაური თან მოგწერენ რომ ისა შეღავათიანი 26% და ხა სულელი ხარ ეთყობა და 26% შეღავათი რო არ არის შენთვის და ისა და პირდაპირ რო დაგიტკის და ამდენი გინდა არ გინდა შეება ხელი წაგისდეს მე იმაზე ხო და მე უნდა იხანდო ის ამ ჟურნალისტს რედაქტორს უბრალოდ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა მოსამართლე ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო
იქ იყო საუბარი, რა ვიცი, პრეცედენტებს ეყრდნობოდნენ ალბათ, არ ვიცი, ადვოკატები არიან ჩართულები, რომ შეეცვალათ ეს პატიმრობა მისთვის, მაგრამ ხსნეს დაუშვებლად. ხლა ის კადრები, რაც მე ვნახე, პირდაპირ სილა გააწნა პოლიციელს, აქ კითხვები არ არის. რა არის, რომ ცოტა ხნით ადრე იყო ეს ხალი დააკავეს და ხელწერილი ჩამორჩეს, აღარ გაიმეორებს ამას. გამოსული არ იყო, იგივე გააკეთა საჯაროდ, ეს რომ ყველას დაენახა, ხო და იცით რა არის, ხა როცა იმას შეეხები, ხო ფაქტიურად სამართალდამცავ სტრუქტურას ეს არის ხელისუფლება, ხო? შენ იმას უპირისპირდები და ურტყავ. რას ქვია გაპატიონ და გამოგიშვან, იმიტომ რომ ჟურნალისტი ხარ? მერე მსახიობი იქნება და არ იქა მსახიობი არ შეიძლება. ხო სხვა ადამიანმა რა დააშავა. აქ თუ არ იქნა რაღაცა აბსოლუტური თანაფარდობა, რომ ისიც ვინც გინდა იყოს, ვისი შვილიც გინდა იყოს, რა თანამდებობის პირიშვილი, ერთნაირი კანონით უნდა მოქმედებდეს ყველაზე ყველაფერი. ეს არის მთავარი. და ჩვენ ერთადერთი ახლა გვიშველის კიდევ ერთხელ ვიძახი, კანონები უნდა გამკაცრდეს. არ შეიძლება ესე ნინიას ბაღებით იყოს სახელმწიფო. რომ რასაც უნდა იმას აკეთებენ უკვე რამდენი ხანია, ხო? თუ პარლამენტში რო იყვნენ და ეხა ქუჩაში. კი ბატონო. დიდი მადლობა კაპიტან ბაია გადაცემაში სტუმრობისთვის და ასე საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი. ჩვენ შევხვდებით უკვე ორშაბათს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და თქვენ მაყურებელს. მინდა ერთი განცხადება და თხოვნა გაგიზიაროთ. ჩვენს მეგობარს, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრს, პროფესორ თემურ მაისურაძეს უმძიმესი დიაგნოზი სიმსივნე დაუდგინდა. ის ახლა გერმანიაში იმყოფება, სადაც გადის აუცილებელ გადაუდებელ მკურნალობას. გთხოვთ გავერთიანდეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისი ანგარიშის ნომრებია: საქართველოს ბანკი J 55 BG 00000001 62 79 72 TBC ბანკი J 52 TB 76 85 24 50 66 30 0001 წინასწარ გიხდით მადლობას.